3 დღეა ამ მანქანას ვატარებ და თქვენთვის რა თქმა უნდა ბევრი რამ აქვს სათქმელი. მაგრამ უნდა დავიწყო ყველაზე მთავარი მესიჯით, რაც ამ 3 დღიანი ტესტ-დრაივის დროს თავში მომივიდა. ეს არის ის, რომ ეს არის ავტომობილი, რომელიც არაფერს არ გატყუებს. რა შეიძლება მოგატყუოს მანქანა? სხვათა შორის საკმაოდ ბევრი რამ. მაგალითად, შეიძლება აიყვანონ რომელიმე კლდეზე, მყინვარზე, ან სადმე მთის წვერზე, დააყენონ იქ შოუმფრენით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ისიც თვითონ ავიდა. ასევე შეიძლება მაგალითად ის, რომ დაუყენონ 4 მაყუჩი, მაშინ როცა 4 ცილინდრიანი ძრავა აქვს და ამით შექმნან შთაბეჭდილება, რომ ეს ძალიან ძლავრია და უდგას 6-8 ცილინდრიანი ძრავა. კიდევ ბევრი რამ, მაგალითად იგივე fake მაყუჩები, ან fake ჰაერის შემშვებები, იმისათვის რომ შექმნან ვიზუალური შთაბეჭდილებები. ასევე წარწერა ჰიბრიდი, მაგალითად დაუყენებენ რაღაცა პატარა ელექტრომოტორს, რომელიც ოდნავ რაღაცაში ეხმარება, საწვავის ხარჯს ამცირებს მაქსიმუმ 500 გრამით და გამოდის რომ ჰიბრიდია და აწერენ ჰიბრიდს. ესეც საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. მოკლედ, მანქანას და ზოგადად მარკეტინგის ხელმძღვანელებს ბევრი რამ შეუძლიათ მოგატყუა. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ აი ეს ახალი Mitsubishi Outlander არის ავტომობილი, რომელიც საერთოდ არაფერს არ გატყუებს. ეს არის მანქანა, რომლის შექმნაზე მუშაობის დროსაც ინჟინრებს უფრო მეტი ეთქმოდათ, ვიდრე მარკეტინგის ან PR-ის სპეციალისტებს და ეს სხვათა შორის თანამედროვე ავტოწარმოებაში საკმაოდ იშვიათი ამბავია. საერთოდაც იაპონელები ცნობილია, რომ ძალიან წესიერი ხალხია და არ უყვართ ტყუილები. იგივე ჰიბრიდის წარწერის თემა რომ ვახსენე, ეს იაპონელებს არ ეხება, იმიტომ რომ იაპონური ჰიბრიდი მართლა ყოველთვის ისეთი ჰიბრიდია, სადაც ელექტრო მოტორს აქვს თავისი სერიოზული გავლენა და მართლა ამცირებს საწვავის ხარჯს სერიოზულად. მაგრამ ეს სხვა თემაა. მით უმეტეს რომ ახალი Outlander ეს რომელსაც ჩვენ ტესტავთ, არ არის ჰიბრიდი, არის ჩვეულებრივი შიგაწვის ძრავით, მაგრამ მე ახლა მეორე თემა მინდა წამოვწიო თქვენს წინაშე. ეს არის თემა თუ როგორ უნდა შეაფასო ახალი ავტომობილი. გნებავთ მეორად, ზოგადად ავტომობილი. მე არ გულისხმობ მომხმარებლის მხრიდან მანქანის შეფასებას. გულისხმობ ამ შემთხვევაში ავტოჟურნალისტის, მაგალითად ჩემი მხრიდან მანქანის შეფასებას. პირველად, როდესაც გავდიოდი გერმანიაში ტრენინგებს, თუ როგორ უნდა შეაფასოს ავტომობილი ავტოჟურნალისტმა, ერთმა ჩემმა გერმანელმა კოლეგამ ესეთი სიტყვები მითხრა: არ არსებობს ცუდი მანქანა, არსებობს მხოლოდ ცუდი ფასი. მე ამ მოსაზრებას თლად 100%-ით არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მართლა არსებობენ მანქანები, რომლებიც რომ მაჩუქო არ მინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დაახლოებით 95%-ით ეს არის სწორი შეფასება. იმიტომ რომ ავტომობილი უნდა დაინახო და შეაფასო ისე, რაც ღირს და უნდა განსაზღვრო, რამდენად ღირს იმ მანქანაში იმ ფულის გადახდა, რასაც აფასებენ. მოდით ამ ვიდეოში ეს მანქანა ამ მიმართულებითაც დეტალურად განვიხილოთ და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს ახალი Mitsubishi Outlander, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Mitsubishi Motors-ის თბილისის ცენტრში, იმ ფასს, რა ფასადაც მას ყიდია. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული Outlander ნაღდი იაპონელია, ყველანაირად იაპონელი. როგორც იცით, Mitsubishi დიდი ალიანსის წევრია, რომელშიც Renault და Nissan შედიან. მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ Renault და Nissan იყენებენ Mitsubishi-ის მიერ დაპროექტებულ პლატფორმას თავიანთი SUV-ისთვის. პლატფორმას, რომელიც თავიდან ბოლომდე იაპონელებმა დააპროექტეს. სწორედ ამიტომ ვამბობ ასე თამამად, რომ ეს არის ნაღდი იაპონური პროდუქტი, რომელიც იაპონიაშივე, კერძოდ ოკაზაკიში იწარმოება. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ დიზაინის თავისებურებებზე. განახლებულ Outlander-ში Mitsubishi უარი თქვა რაღაც ექსპერიმენტებზე. გამოკვეთილი ხაზები, ნაცნობი ფორმა და ბევრი ქრომი. აი ნახეთ, ქრომი. ეს არის მასიური SUV, რომელიც თვალდახუჭული კი არ აყვა რაღაც ტენდენციებს, არამედ კლასიკური დიზაინის გზით წავიდა. დროის ზემოქმედებას არ განიცდის, ტრენდების წნეხის ქვეშ არ ექცევა. აბა დააკვირდით. ბევრ ახალ მოდელში გინახავთ ამდენი ქრომი? მთელი მისი ცხვირის დეტალები გამოკვეთილია ქრომირებული აქცენტებით. და თუ დააკვირდებით, გნებავთ დღის განათების ფარებს და გნებავთ თავარ მაშუქებს, თქვენც ადვილად მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს უტყუარად იაპონური სახეა. მოდი ახლა შევხედოთ გვერდიდან, რა გვხდება თვალში.
ისევ და ისევ ლოგიკური ფორმა, ისევ და ისევ გამოკვეთილი ხაზები, ზემოთაც და ქვემოთაც და ისევ და ისევ ქრომი. აი ეს ქრომირებული აქცენტი, რომელიც ფანჯრის ხაზს მიუყვება და გადადის დედგარზე. ვისთვისაც სიტყვა დედგარი ცოტა უცხოა, მათთვის პატარა ტერმინოლოგიური ექსკურსიც. ეს არის ადგარი, ეს არის B, ეს არის C და ეს არის D. აქვე გვაქვს აი ეს შავი ჩანართი, რომელიც D-დგარიდან გნებავთ D-საყრდენიდან, ასეც უწოდებენ ხოლმე, გადადის უკან და კრავს უკანა მინას ორივე მხრიდან. ასევე სახურავის კანტის სპოილერიც არის შავი აქცენტით, მაგრამ აქ თავარი სხვა რამეა. თავარი არის ის, რომ Mitsubishi არ მიყვება აქაც რაღაც ტრენდებს და მიდის კლასიკური დიზაინის გზით. რას გულისხმობ? უკანა მაშუქები არ არის გაერთიანებული, არ არის ერთმანეთში გადასული, არის ჩვეულებრივი კლასიკური ვიზუალი, ამაყად არის Mitsubishi-ის ლოგო. ახალი Outlander-ის საბარგულის მინიმალური მოცულობა არის 490 ლიტრი, მაქსიმალური 1409 ლიტრი. რაც შეეხება უკანა სავარჯლის საზურგების გადაწევას, მარტივად აი ამ ორი ვერკეტით გადავყრით და ესე გვაქვს 1409 ლიტრი მოცულობა. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი არის ის, რომ ამ მანქანას მიუხედავად იმისა, რომ არ არის ძალიან დიდი SUV, აქვს სავარძლების მესამე რიგიც. და აი აქ ნახეთ რა დევს 2-თან. თავის ორი მისაყრდნობის სწორედ მესამე რიგის სავარძლებისთვის. მოდი ბარემ ამოვწევ ახლა და შემდეგი ნაბიჯი გქონდეს ის, რომ ნახოთ როგორ შეიძლება დაჯდე მესამე რიგში. არ მგონია რომ აქ რაღაც ძალიან დიდი სივრცეები იყოს, მაგრამ მაინც დაუმაგროთ ეს ორივე. აბა მოდი ახლა ნახოთ როგორ ჩავჯდები მესამე რიგის სავარძლში. მოდი თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ ზომის მანქანას არ მოეთხოვება ეს მესამე რიგი და ძალიან დიდი მოლოდინების იქ ალბათ არ უნდა გქონდეს, უბრალოდ ეს ახლა როგორ უნდა მოვთავსდე. კარგი. ამის გადმოწევა მე მგონი არ არის აუცილებელი. ეს გავწიოთ წინ. ეს დავაწვინოთ. აი ეს არის მე მგონი. აუ. აჰა. ესე ალბათ ესეც ამ შემთხვევაში ხო არა. აქ ეს ალბათ მხოლოდ ბავშვებისთვის რა. ალბათ რა ვიცი 14 წლამდე ბავშვი უფრო პატარაც. კი ბატონო, ბავშვს ჩავსვათ, დიდი ადამიანი აქ ვერ იმგზავრებს. მაგრამ მესამე რიგი აქვს და ეგეც ცუდი არ არის. ეხლა ნახოთ მეორე რიგი. მაგრამ სანამ მეორე რიგზე ვისაუბრებ, გეტყვით რომ Mitsubishi არც მესამე რიგის ამბავს არ გვატყუებს, იმიტომ რომ არც ერთ Mitsubishi-ის პრეს-რელიზში არ წერია რომ მესამე რიგის სავარძლები არის ზრდასრული ადამიანებისთვის. არც ერთში. ის არის ბავშვებისთვის. რაც შეეხება აქ ჯდომას. პირველ რიგში გეტყვით რომ წინა სავარძელი გასწორებული მაქვს ჩემ ზომაზე და მაინც ძალიან კარგი სივრცე რჩება. თავზემოთ ცოტა მეტი სივრცე იქნება თუ პანორამაზე უარ სიტყვით, იმიტომ რომ აი ეს პანორამის დეტალი რა თქმა უნდა თავის ადგილს იკავებს, მაგრამ მაინც თუ მაინც და მაინც 2 მეტრიანი არ ხართ, უკან თავსდებით ნორმალურად. მუხლების წინაც გვაქვს საკმაოდ სივრცე და თან ეს სავარძელიც მოძრაობს ისე როგორც ჩვენ გვინდა. ნებავთ საზურგის ამბავშიც აი ესე ბევრნაირი პოზიცია, ალბათ ამ შემთხვევაში ჯობია ბოლომდე გადავწიო. საინტერესო გადაწყვეტილებები. აი აქ არის ორი ესეთი ჩასადები. გასაგებია რომ ერთი არის ტელეფონისთვის, ზოგადად გაჯეტების შესაძლებლობია, აქ უკვე პლანშეტით შეგიძლიათ ჩადოთ და საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება ქვემოთ ჩვეულებრივი ჯიბეს რა თქმა უნდა არის. გვაქვს უკანაც კლიმატი, ასევე უკანა სავარძლების გათბობა აქედან, გაგრილებაც შესაბამისად და ყველაფერი აქაც არის ძალიან ხარისხიანი, იგივე სავარძლების აი ეს ნაკერები, აქაც რბილი მასალები, ფარდა რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია, განათება ცალკე, საკმაოდ ხარისხიანი მასალები, რბილი, ესეთი ლამაზი ნაკერებით და ასევე კარბონის დეტალიზაცია და ცხადია დინამიკები, Yamaha-ს აუდიო სისტემის დინამიკები, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო იაპონური პრემიუმ ბრენდი ხმის სისტემებში. კი ბატონო, გვაქვს ხელის ჩამოსადებიც თავისი ჭიქის შესაძლებლობით, ეხლა ამაში ახალი არაფერია. საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ უკან უკვე ძალიან კომფორტულად ზიხარ.
ახლა ძრავა უნდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ ძრავაზე ცალკე საუბარია საჭირო. ავხადოთ კაპოტი და ჩავიხედოთ რა ხდება მის ქვეშ. ეს არის 2 და 5 ლიტრი მოცულობის 184 ცხენისძალიანი ძრავა. ატმოსფერული, ტურბოს გარეშე. აი შეხედეთ. მარტივი 1 რიგა 4 ცილინდრიანი აგრეგატია. სანდო, საიმედო, უპრეტენზიო და უფუჭებადიც. აქ არ არის რაღაც სუპერ ჰიპერ თანამედროვე ტექნოლოგია, არამედ ჩვენ აქ ხედავთ შიგაწვის ძრავის შექმნის 10 წლეულების მანძილზე გამოცდილ ტექნოლოგიას. ზოგადად ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებს, ის იცის თუ როგორ მიყვარს ატმოსფერული ძრავები. და როცა ასეთი აგრეგატი იაპონიაში იაპონელების მიერ არის შექმნილი, ამაზე ურისკო რა უნდა იყოს, მე არ ვიცი. კი, სასწაული და საოცრება არ არის, 10-მდე აჩქარებასაც 10 წამი მაინც სჭირდება, მაგრამ ძალიან საიმედო ძრავაა, რომელიც ძალიან უნდა მოინდომო, რომ გააფუჭო. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ რა ხდება მძღოლის სამუშაო მაგიდაზე, საჭესთან და გვერდით. სალონის წინამხრის მიმოხილვა დავიწყოთ. პირველი შეგრძნება, რაც ამ მანქანაში დამეუფლა, არის ის, რომ უხარისხობის შეგრძნება არის 0. რბილი მასალები. ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, აი აქაც, აი ეს ძალიან ლამაზი შეფუთვა კარის შიდა მხარეს და სადაც ხელი უნდა ჩამოდოთ, იქაც სირბილე, აქაც სირბილე. სადაც მიაგნებთ ხის მასალებს, კი ზოგან პლასმასი ხისტია, როცა მიაგნებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მანქანა იაპონიაშია წარმოებული. სამაგიეროდ იაპონიაში წარმოებული. სულ ესეთი მომენტი უნდა გქონდეთ, როცა მიაგნებთ ხის პლასმასის მასალებს. კარბონის დეტალიზაცია აქაც შემოდის. საჭე, რა თქმა უნდა, მულტიფუნქციური და ბარემ გაჩვენებს საჭის მოძრაობის დიაპაზონსაც, აი ეს არის იაპონური მიდგომა. აი ესეთი, გავასწორებ ისე ჩემ ზომაზე. კი ბატონო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერი არის ინტუიციური და ლოგიკური. როგორც კი ჩავჯექი, მაშინვე მივაგენი ყველაფერს, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. პირველი მინდოდა საწვავის ხარჯის განულება, იმიტომ რომ დამეთვალა მერე ჩემი სვლით როგორ დაწვავდა და მარტივად მივაგენი. აი აქედან ყველაფერს. აი ეს 2 ეკრანი საკმაოდ კარგი გრაფიკით და თქვენ ისიც გეცოდინებათ ჩემი ვიდეოებიდან, რომ მე არ მიყვარს ზოგადად სენსორული, ბევრი და დიდი ეკრანები, მირჩევნია ჰაპტიკური ჩვეულებრივი ღილაკები და აი აქ არის ბევრი ტრადიციული ჰაპტიკური ღილაკი ყველაზე სწრაფი ფუნქციებისთვის, რაც ძღოლს შეიძლება დაჭირდეს. მაგალითად, რა თქმა უნდა, კლიმატ კონტროლი, სავარძლების გათბობა, გამორთო, გაგრილებაც, ასევე გვერდითა გზავრის სავარძლის გათბობა, გაგრილება. კლიმატ კონტროლის ყველა მნიშვნელოვანი ღილაკი არის ჰაპტიკური და ჩვეულებრივი. წინასაქარე მინის გათბობა, უკანა მინის გათბობა, სავარძლების პოზიციის დამახსოვრება. ყველაფერი ასევე მაგალითად აუდიო სისტემა, ხმის აწევა, ჩაწევა, აი აქედან მარტივად, გადართვა, გადმორთვა, კამერის ჩართვა, მარტივად ასევე ეკრანის დაბნელება და გაღიავება, ისე როგორც ჩვენ გვინდა. ასევე ძალიან სწრაფად გავთიშე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტი მეს არ მჭირდება და არ მიყვარს და სეტინგებში აი აქედან მარტივად შევედი და ეგრევე გამოვხდე. იმ წამსვე გამოვხდე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ პირადად ჩემთვის, არ მიყვარს, როცა აი ეს ეკრანი, ზოლის მთავარი ეკრანი, რომელსაც მთელი გზა უყურებს, არის ხოლმე პლანშეტად გადაწყვეტილი, ანუ პლანშეტივით როლი ხოლმე აქვს ჩადებული. ამ შემთხვევაში Mitsubishi წავიდა ასევე კლასიკური გზით და მართალია ეს არის ციფრული და აქ არის ყველაფერი დახატული ძალიან კარგი გრაფიკით, მაგრამ რო უყურებ გაქვს აბსოლუტურად კლასიკურობის შეგრძნება, ისე როგორც მიჩვეულები ვიყავით ყოველთვის ავტომობილებში. აი ამ ეკრანზე Mitsubishi-ს აქვს მიღებული ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება. მანქანას აქვს რამდენიმე რეჟიმი. ეს არის ეკო, ეს არის ნორმალი, ჩვეულებრივი, არის თარმაკი, ანუ ცოტა უფრო სპორტული, გრეიველი, სნოუ, ანუ თოვლი და მადი, ანუ ტალახი. რამდენიმე რეჟიმი მათ შორის off-road რეჟიმებიც და როცა აი ამ რეჟიმებს ვრთავ, ლამაზი სურათები გამოდის, იმიტომ რომ ზედმეტად დაფიქრება არ მოგიწიოს, აბა რომელ რეჟიმში გადავხდე. პირდაპირ ხვდები რა რეჟიმზე გაქვს. და ღილაკებზე უნდა მეთქვა კიდევ ერთი რამ. ზოგადად, რაც მეტი ღილაკია მანქანაში, მით მეტ ხარჯს ნიშნავს ეს. ყველა ღილაკი თავისი ფუნქციით, აი ეს ნებისმიერი ჰაპტიკური ღილაკი, არის დამატებითი ხარჯი. ამიტომ ზოგიერთი ავტომწარმოებელი მიდის ხოლმე მარტივი გზით,
როცა მოდაში შემოსულია უკვე ეკრანები და სენსორია და აი ამ ერთ ეკრანში ჩაგიდებენ ყველა იმ ფუნქციას, ყოველას თუ არა უმეტესობას მაინც იმ ფუნქციებისა, რომლებიც გჭირდება და ეს უფრო იაფი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეკრანია, ეკრანში დამატებით არაფერს არ იხდი, უბრალოდ ფუნქციებს ამატებ. და როცა ცალკეული ღილაკები გამოგაქვს, ყველა ეს ღილაკი არის დამატებითი ხარჯი წარმოებლისთვის. ამიტომ Mitsubishi ამ შემთხვევაში არ ზოგავს და ყველა მნიშვნელოვან ღილაკს თავისი ფუნქციით გთავაზობს ისე, როგორც ეს არის საჭირო და როგორც არის ადამიანი მიჩვეული და როგორც არის უსაფრთხოებისთვის უკეთესი. პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ წინა Outlander-თან შედარებით გაუმჯობესებულია ხმის იზოლაცია და ეს მართლა იყო კრიტიკის პუნქტი წინა Outlander-ში და ახალში ხმის იზოლაცია არის აშკარად უკეთესი. როგორ დადის ახალი Outlander-ი? პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის კრუიზერი. Land Cruiser-ი არა, კრუიზერი და ამაში გულისხმობ იმას, რომ ნაკლებად სპორტული, მეტი კომფორტით. ანუ აბსოლუტურად მანქანა არის ორიენტირებული რბილ სვლაზე, დაკიდების სისტემა არის რბილი და არ არის ორიენტირებული სპორტულობაზე. ვიხოთ იმისა, რომ რეჟიმი აქვს, ახლა მე გადავრთავ სპორტის რეჟიმშიც და საკმაოდ აგრესიული ხდება. ძრავის სიმძლავრე იმ მომენტში ემატება, მოხვევაც უფრო მძაფრდება, მაგრამ ნაკლებად ეს მანქანა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ იაროთ სპორტულად, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ იაროთ კომფორტულად. არ მithქვამს და ბარემ აქვე გეტყვით, რომ წინაც აქვს USB-C პორტები, უკან გავჩვენეთ რომ ჰქონდა და სხვა შორის აი აქაც აქვს USB-C პორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე smartphone-ების გამო. Smartphone-ის დაკავშირება ძალიან სწრაფად მოხდა და ეს მინდა აღვნიშნო, როგორც კი დავიძარი თავიდანვე მანქანით, დაძვრიდან დაახლოებით 5 წამში მითხრა მანქანამ, რომ წინა ვინც იჯდა საჭესთან, იმის ტელეფონის დისკონექტი მოხდაო, ანუ აღარ უკავშირდებაო და ხომ არ გინდა დააკავშირო ახალი ტელეფონიო და მარტივად მივეცი დიახ, ტელეფონზეც მივეცი yes და დაკავშირდა დაახლოებით 5-6 წამში. აი ასე მარტივად და სხვა შორის მაშინვე დაკავშირდა Android Auto, ყველანაირი კაბელის გარეშე უსადენოდ პირდაპირ ამოვიდა აი აქ და აქ მაქვს ახლა რა თქმა უნდა Android Auto თავისი ყველაფრით, Google Map-ით, Spotify-ით და ასე შემდეგ. ესეთი გადაწყვეტილებები, ესეთი ლოგიკური, პრაგმატული, მარტივი გადაწყვეტილებები თავიდანვე გიჩენს მანქანის მიმართ ნდობას და ასე ვთქვათ, შედიხარ აი ამ ნდობაში ავტომობილთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი რაც მე პირადად სალონში არ მომეწონა, არის ის, რომ აი ეს ცენტრალური კონსოლის ზედაპირი არის ზედმეტად გალაკული. აი ეს ზედაპირი აქ პრიალა რაც ვიზუალისთვის რა თქმა უნდა კარგია და ეფექტურია, მაგრამ აი ხშირად ჩამოდებ ხელს და მე ხშირად გაგიხდება გასაწმენდი. აქ უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებას ვისურვებდი, ვიდრე აი ეს ზედაპირია, რომელიც ლამაზია, მაგრამ იოლად დაისრება. ხო, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი არ არის, აქ გვაქვს ეს სელექტორი, რომელსაც გაჩვენებთ ესე მოძრაობს, გავჩერდები. აი ესე მარტივად ესეთი მოძრაობა ახასიათებს, ცოტა უჩვეულოა Mitsubishi-ისთვისაც მათ შორის, მაგრამ ადგილია დაზოგილი, ბერკეტი არ არის, არის ესეთი სელექტორი, მარტივად, ესეც ლოგიკური ძალიან და მივადექით გადაცემათა კოლოფს. ერთადერთი კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება მოხმარებელს გაუჩნდეს ამ მანქანასთან დაკავშირებით, უკავშირდება ვარიატორს. კი, Mitsubishi Outlander-ს აქვს ვარიატორი. მაგრამ ვარიატორსაც აქვს ხოლმე კი არა, ვარიატორსაც აქვს თავისი არგუმენტები. პირველი, როცა ვარიატორი არის იაპონურ ავტომობილში, ის თითქმის ყოველთვის სანდოა. თითქმის კი არა ყოველთვის სანდოა, იმ შემთხვევაში თუ არ დატანჯავ აგრესიული სვლით, არათრევ მძიმე ტვირთს ხშირად, B მოუვლი დროულად, გამოუცვლი Z და ასე შემდეგ და C მთავარი არგუმენტი ვარიატორი ყოველთვის არის უფრო ეკონომიური. და რაც შეეხება ეკონომიურობას, მოვედით აქამდე. გაგახსენებთ, რომ ეს არ არის ჰიბრიდი, ეს არის ჩვეულებრივი შიგაწვის ატმოსფერული ძრავა 2 და 5, 184 ცხენის ძალით და რამდენი დავწვი ამ 3 დღის განმავლობაში. საშუალო საწვავის ხარჯი შეადგენს 9.6 litrს. ეს არ არის ძალიან ცოტა, მაგრამ არ არის ბევრი, აი ამ ხელა მანქანისთვის
ესეთი შესაძლებლობებით ამ წონის მანქანისთვის, რომელსაც 2 და 5 ლიტრი ატმოსფერული ძრავა აქვს. ბარემ აქვე ვიტყვი მის ოფროუდ შესაძლებლობებზე, ახლა ეს არ არის ოფროუდერი კლასიკური გაგებით. Mitsubishi-ს თუ თქვენ გნებავთ ნაღდი ოფროუდერი, ამისთვის სხვა მანქანა ხავს და ეს არის რა თქმა უნდა Pajero, მაგრამ Outlander-ი თავისი აი ამ მართლაც ძალიან ჭკვიანური სრული ამზრაობის სისტემით და აი ამ რეჟიმებით, რაც აქვს, რაც წეგან ჩამოგითვალეთ, ოჯახს, რომელსაც მოუწევს გზიდან გადახვევა, არსად არ გააჩერებს. დღის ბოლოს დასკვნის დროც მოვიდა. ცოტა დაგვაღამდა ტესტ-დრაივი დავასრულეთ და მოდი შევაჯამოთ ის ყველაფერი, რაზეც ამ ვიდეოში ვისაუბრე. თუ გახსოვთ, ვიდეოში საუბარი დავიწყე ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმის დააკმაყოფილებაზე. და მოდით ამ კუთხით შევხედოთ ახლა უკვე დღის და ტესტ-დრაივის ბოლოს ამ მანქანას. ახალი Mitsubishi Outlander Mitsubishi Motors-ის თბილისის ცენტრში ღირს $35900 ეკვივალენტი ლარში. კარგია, როცა მანქანა არაფერს გიფეიკებს, არაფერს გატყუებს და გთავაზობს ისეთ ფასს, რომელიც არის რეალური. ეს მანქანა აბსოლუტურად შეესაბამება თავის ფასს. არც ერთი თეთრი, რომელსაც ამ მანქანაში გადაიხდით, არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაცა ინანოთ. ფიქრობ, რომ ეს არის იდეალური ფასი ამ ავტომობილისთვის. მანქანა არაფერს გატყუებს, მანქანა პირდაპირ გთავაზობს იმას, რასაც გეუბნება და გისრულებს დანაპირებს 100%-ით და რაღაცეებში მოლოდინებსაც აჭარბებს. მაგალითად off-road-ში. ასე რომ ეს არის ძალიან სანდო, საიმედო, საოჯახო SUV, რომლის ფლობელსაც ისიც ეცოდინება, რომ გარკვეული პერიოდის მერე ასევე კარგ ფასად გაყიდის. როგორც ისიც, იაპონურ ავტომობილებს ფასი ძალიან ცოტათი აკლდებათ. ეს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. დროებით